თავარი სიახლე, რაზეც მინდა ვისაუბროთ და რაც განაცხადით ექსტრამ გააკეთა, არის რომ ვარ marketplace-ი, რაღაც იცვლება და ეს ცვლილებაც რო აუხსნათ სინამდვილეში, რა იცვლება და ვინ როგორ იხეირებს ამ სიახლით. კარგი, მოდი ავხსნათ მაღაზიების მხარეს რა იცვლება. ანუ მაღაზიების მხარეს იცვლება ესეთი რაღაც, რომ ყველა მაღაზიას, ნებისმიერ და საშუალო ბიზნესი იქნება თუ სტარტაპი, ექნება საკუთარი e-commerce, ასე ვთქვათ, ანუ marketplace-ზე საკუთარი მაღაზია. მომხმარებლებისთვის იცვლება ის, რომ marketplace-სა და ელექტრონულ კომერციაში შორის ყველაზე დიდი სხვაობა არის მაღაზიების რაოდენობა და ის პროდუქტების რაოდენობა, რასაც marketplace-ის თავაზობს, იმიტომ რომ ბევრად მეტი პროდუქტის განთავსება შეუძლიათ მაღაზიებს marketplace-ზე, ვიდრე e-commerce-ზე. შესაბამისად, მომხმარებლისთვის იცვლება ის, რომ უფრო დიდი არჩევანი ჩნდება მის წინ, ანუ ერთ აპლიკაციაში, ერთ სივრცეში, ერთ ვებგვერდზე. შესაბამისად, ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება, რაც მათ შორის ხდება და ასევე დღეიდან უკვე მომხმარებელს შეიძლება პირდაპირ ეკონტაქტოს ექსტრას ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებით მაღაზიას.